მოგესალმებით, ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით. გამოვა თუ არა კონტაქტზე. პარტნიორი ვნახოთ, ვინ არის და ენერგიებშია. ადამიანი, რომელიც სულ მოძრაობს, სულ რაღაცას საქმიანობს, შესაძლებელია, რომ რაღაც ტრანსპორტთან კონდეს სამუშაო მდგომარეობა, საკმაოდ გაანალიზებული, გააზრებული და ასეთი მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ ამ ეტაპზე არის დისტანცირებული, ამ ეტაპზე არის თავის ფიქრებში, თავის რაღაცა პრობლემებში და ცდილობს დაიცვას თავისი წითელი ხაზები, ხო? გამოვა თუ არა ეს ადამიანი კონტაქტზე. მიუხედავად იმისა, ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ემოციები, ძალიან დიდი სურვილი, ძალიან დიდი ენერგია, მიზიდულობა თქვენს მიმართ. ცდილობს რომ რაღაცა უფრო ჭკვიანურად გააკეთოს. ნახეთ, გამოვა თუ არა კონტაქტზე. შეიძლება კი ბატონო გამოვა, რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ რეზონირდება, იმიტომ რომ საჯაროა გაშლა, მაგრამ ეს ადამიანი თითქოს ეხა გადის ძალიან დიდ მტკივნეულ ეტაპებს თავისი ცხოვრებისას, იღდგენს თავს, აცნობიერებს თავის ქმედებებს, აცნობიერებს თავის ცხოვრების არსს და აზრს და თავის ნაბიჯებს და ცდილობს რომ რაღაცნაირად შეძლოს თავის წინ წამოწევა, ხო, რაღაცნაირად თვით შეფასების ამაღლება, შეიძლება ითქვას რაღაცა თავისი საქმეების და სიტუაციების დალაგებას, ხო? ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე, მაგრამ ჯერ დასჭირდება ამას დრო, ესე შემიძლია გითხრათ და დრო საკმაოდ ისეთი დიდხნიანია, შეიძლება ითქვას, ვიღაცისთვის 10 დღე შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის 10 კვირა, 10 თვე, ხო, უკვე ძალიან ბევრია, მაგრამ სადღაც 10 დღეში ან 10 კვირაში, ესე რა ვთქვათ, 2 თვეში, ხო, სადღაც 2 თვენახევარში გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენთან. მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცით, რომ მანამდე უნდა დაძლიოს თავისი პრობლემები, მანამდე უნდა გაანალიზოს და გადაჭრას ყველა ის საკითხი, რაც ამ ადამიანს უშლის, ხო, თითქოს ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს ბლოკები, რომელიც აქვს გასახსნელი ბლოკები, რომელიც არის მოსახნელი. შეიძლება ვიღაცასთან იყოს რაღაცა ცოტა ისეთი მანიპულატორული მდგომარეობა, სიტუაციები, სადაც ფიზიკურად ცოტა რთული იქნება განთავისუფლება იმ სიტუაციებიდან. თუმცა ამ ადამიანს აქვს სურვილი იმის, რომ ნამდვილად გამოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში და უკან მოატრიალოს სიტუაციები. რაღაც ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენთან აუცილებლად მოვა, თუნდაც პასუხის გასაცემად და გასარკვევად მდგომარეობის და ვითარების თქვენთან ურთიერთობა რა იყო და როგორ იყო.